არის რაღაც განსაკუთრებული იმაში, როცა Minecraft ჩვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ერთად ვთამაშობთ. ეს საუკეთესო გზაა ცხოვრებაში მკაცრი რეალობისგან თავით დასაღწევად და საერთო ჯამში უბრალოდ დაუწყარი გამოცდილებაა, რომელსაც ვერაფერი შეცვლის, მაგრამ რა მოხდება თუ შენი საუკეთესო მეგობარი, ვინც მართლა გურწმელი გეგონა, რაღაც ბნელ საიდუმლოს მალავს სინამდვილეში, როცა მას პირისპირ უპირისპირდები, ის თავს არიდებს კითხვებს. რა მოხდება თუ ვინც შენი საუკეთესო მეგობარი გეგონა, ცივსხლიანი მანიპულატორი აღმოჩნდება. რამდენიმე დღის წინ ერთმა გამომწერმა იმეილი გამომიგზავნა. ჰე, ვფიქრობ, უნდა შეამოწმეს Minecraft-ის RG არხი, რომელიც შემთხვევით ვიპოვე და თუ საინტერესოდ მიიჩნია, ვიქნებ ვიდეოს გადაიღო. ლინკს დავაჭირე და აღმოჩნი YouTube არხის სახელად Hexcraft-ის ქრონიკები. არხზე 15 ვიდეოა ატვირთული, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივ Minecraft-ის ვიდეოს გავს, მაგრამ ზედაპირის მიღმა იმალება ერთ-ერთი ყველაზე შემოწერძოვნებელი საიდუმლო, რაც კიდევ მე YouTube-ზე აღმომიჩენია და ჩვენ პირველი ეპიზოდის ყურებით უნდა დავიწყოთ. ვიდეო წება ორი მოთამაშით, დევიდით და მაიკით, სრულიად ახალ გადარჩენის სამყაროში. ისინი ერთმანეთს ესალმებიან და ეტყობათ, რომ დიდი ხანია კონტაქტი არ ჰქონიათ. როგორ მიდის საქმეები? კარგად, დევიდ. ამიერად ყოყმანობს და ჩატში წერს. სიმართლე გითხრა, მე რაღაც ჩავიდინე, ანდაც დაივიწყე. მაიკი კი ჩვეულებრივად პასუხობს. ოჰ, კარგი. დევიდი აგრძელებს საუბარს და ამბობს, რომ ენატრებოდა მაიკიდან ნეტო საერთოდ არ გადასულიყო საცხოვრებლად. ის ასევე ადასტურებს, რომ უკვე 4 წელი არაც წასულია. ენატრება ჩვენი გეიმინგ სესიები. მეც ნეტა ვარ აზრს გადასულიყავი. თვის თავზე ამოდი. სანამ დევიდი ბორცვზე ადის, უფრო საინტერესო მესეჯებს წერს. მაო, ბოლო დროს რაღაც უცნაურად გრძნობ თავს. მაიკი ეკითხება რატომო და დევიდი პასუხობს. უბრალოდ დანაშაული გრძნობა და პარანოია მაქვს. შენთან თამაში კი ამ ყველაფერს მავიწყებს და მადუნებს. ისინი ვიდეოს ბოლომდე აგრძელებენ ლაპარაკს და როცა ის მთავრდება, აღწერაში მითითებულია თარიღი 2012 წლის 9 სექტემბერი და ასევე დაშიფრული მესიჯი. ოდით გაშიფრის შემდეგ ვკითხულობთ, შენ არასდროს ყოფილხარ საუკეთესო, დევიდ. აქ ჩნდება კითხვა, რა ხდება დევიდის თავს. შემდეგ ვიდეო იმავე Minecraft-ის სამყაროში იწყება. ხალხო, მოგესალმებით მომდევნო ვიდეოში. დღეს მარტო ვარ და ჩემი მეგობარი დაკავებულია. უცნაური არაფერია, სანამ რამდენიმე წამის შემდეგ დევიდის სახლში ბრუნდება და აბრას წააწყდება. ვერ გაიქცევი, ჩვენ გვახსოვ ხარ, დევიდ. საზარელი მესიჯი ადასტურებს, რომ დევიდს თავს ნამდვილად რაღაც ხდება, მაგრამ ის ამას აიგნორებს. ეს რა არის? იქნებ უბრალოდ პარანოია მაქვს. იქნებ ეს მე დავდგი აქ და დამავიზდა. ალბათ ხუმრობაა. დევიდი რაღაც პროგრესს აკეთებს, ქვების მოიპოვებს და გვეუბნება, რომ ძალიან ბედნიერია ამის ჩაწერა რომ შეუძლია, მაგრამ სახში დაბრუნებისას კიდევ უფრო მეტ აბრას ხედავს, ამჯერად შიგნით. მართლა გეგონა რომ თავს დააღწევდი იმას, რაც ჩაიდინე, ჩვენ გიპოვნით. დევიდი სახში შედის და უცებ ყველაფერი ფეთქდება. სამყაროში ნამდვილად რაღაც ხდება, ის რესპაუნდება და გვეუბნება. სამყაროში ვიღაც არის და როცა აფეთქებულ ბაზას უახლოვდება, ჩვენ ხედავთ ამ შემზარავ კადრს. დევიდი პანიკაში ვარდება და ამ უცნობ მოთამაშის გამო ვიდეოც მთავრდება. მაგრამ აქ კიდევ არის რაღაც. აღწერაში არის ბინარული კოდი, რომელიც იშიფრება როგორც ისინი მას გადაახტენებინებენ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, რადგან ქვემოთ ლინკია, რომელიც სკრინშოტზე გადადის. განათების შემდეგ ვხედავთ იმავე მოთამაშეს და კოდს, რომელიც ითარგმნება როგორც მე გხედავ, მაგრამ ვინ არის მოთამაშე და რატომ არის ამ სამყაროში? ამის გასაგებად მესამე ვიდეოზე უნდა გადავიდეთ. თუმცა არც ისე სწრაფად. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ვიდეოს აქვს სუბტიტრები და მე-6 წამზე ჩნდება ლინკი, რომელიც დაფარული YouTube ვიდეოზე გადადის. დევიდი სრულ სიბნელეშია და დახმარებას ითხოვს. დამეხმარეთ, გაჭედილი ვარ. მაგრამ ვიდეოს სუბტიტრებში ვხედავთ დაშიფრულ მესეჯს. ჩვენ ამას არასდროს გაპატიებთ, დევიდ. დევიდს აშკარად რაღაც ცუდი აქვს ჩადენილი, რის გამოც წლების შემდეგაც კი დანაშაული გრძნობა და პარანოია ტანჯავს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის ეს, ასე რომ დროა მე-4 ეპიზოდს ვუყუროთ. რასაც ამ ვიდეოში ვამჩნევთ არის ის, რომ სათაური დაშიფრული კოდია და კოდის 4 ნაბიჯით ჩამოწევის შემდეგ ითარგმნება როგორც დამეხმარე. თავად ვიდეო საშინელ ხარისხშია, მაგრამ ხედავთ, რომ ის მაიკის პერსპექტივიდანაა ჩაწერილი. ჰეი ძმაო, რა გჭირს? ოდიში ძმაო, რაღაც ვნახე, რამაც შემაშინა. შენ კი 2 წელი კონტაქტზე არ გამოსულ ხარ, ეს ძალიან საინტერესოა, რადგან დევიდს მაიკთან მთელი 2 წელი არ უსაუბრია.
ამის აღწერაში მოცემულია თარიღით, ვადასტურებთ. ჩვენ უკვე 2014 წელს ვართ. საუბარი გრძელდება. რა? ბოდიში ძმაო, არ გენდომება ამის გაგება. დეივიდი აშკარად უმალავს მაიკს რაღაცას, ამიტომ მაიკი პასუხობს. მას უნდა გაგება. დეივიდი მაშინ მეუბნება, არ არის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ძალიან შემაშინაო და ვიდეო ზუსტად ამ დროს წყდება, როგორც კი წყდება, ჩანს რომ დეივიდი თამაშს სტოვებს, მაგრამ აქ კიდევ ერთი რამაა აღსანიშნავი. მათ საუბარს თუ შევხედოთ, ჩანს რომ არცეც არ აქვს თამაშის ხმა და დეივიდი მაიკს სულ ბოდიშებს უხდის და ჰპირდება, რომ აღარ გაუჩინარდება. როცა ის თამაშს სტოვებს, უცნაური რამ ხდება, ჩატი იწმინდება. მაიკი ამას სამჩნევს და ფრთხილდება, მაგრამ აქ ხდება ყველაფერი საინტერესო. ის გადის თავისი გათხრილ გვირაბიდან და ხედავს ორ აბრას. დეივიდ, შენთვის არაფერი უთქვამ, შენ არ იცი სიმართლე. მაიკი აშკარად შოკირებულია ამ აბრებით და იწყებს წერას. რა? ვიცი რომ ბევრ ამას მიმალავს, მაგრამ რას მალავს? თუ მეთამაშება, ვიდეო მთავრდება, მაგრამ საიდან დავიწყო? როგორც ჩანს, ვიღაც მაიკს უთვალთვალებს რა ხდება აქ. კარგად რომ გავიგოთ, მეხუთე ვიდეოს უნდა ვუყუროთ. ვიდეო იწყება ახალ სამყაროში და გვეცნობება ახალი პერსონაჟი. მათე, ის დეივიდის ახალი მეგობარი და რაღაცაზე ლაპარაკობენ. მართლა სასიამოვნოა, ვინმე ახალთან ერთად თამაში. მithumetes მაშინ როცა ძალიან ბევრი რამის გადატანა მიწევს. ეკითხება დევის თუ რისი გადატანა უწევს და მოულოდნელად ვიდეოში საშინელი ხმები ისმის. ცოტა მის სპექტროგრამში გატარება, მაგრამ არაფერი აჩვენა. რამდენიმე წამის შემდეგ ვიდეო წყდება. დეივიდი აღმოჩნდება აბრებით სავსე ადგილას, თავს ვერ დააღწევ დევიდ, ჩვენ მუდამ შენს უკან ვიქნებით. ჩვენ მუდამ გიპოვით, ეს წარმოუდგენლად საშინელი მესიჯებია. მაგრამ მაინც დიდ აზრს არ ატარებს. ვიდეო ისევ სამყაროში ბრუნდება და დეივიდი განმარტავს. მოგითხრა მაინც ვერ დაიჯერებ, ამიტომ ჯობს გავჩუმდე. მათე უუნება, კარგი რა, ასეთი გიჟურიც ვერ იქნებაო, მაგრამ დეივიდი ამბობს, არ ვიცი, არ მინდა შენ გიწყონდევნა, დარწმუნებული ვარ არ დამიწყებენ, უბრალოდ მითხარი, ამშვიდებს მათე. მას შემდეგ რაც გერმანიიდან დავბრუნდი, ჩემი თამაში უცნაურად იქცევა, თითქოს დაწყევლილია. შეგიძლია მაგალითი მომიყვანო? აი ჩემს ბიძაშვილთან ერთად როცა ვთამაშობდი, სულ რაღაც არსება გვითვალთვალებდა. ეს ნაწილი ბევრი ინფორმაციას გვაძლევს. მაიკი ალბათ დეივიდის ბიძაშვილია და დეივიდი აქ რაღაც ხელსაჭადის გვაძლევს. კარგი რა, ალბათ უბრალოდ გეჩვენება შენს თავში. არ ვიცი, ჩემო ბიძაშვილმა თქვა რომ დაინახა. თქვა რომ ვიღაც სულ აპარებს ტოვებდა და ეგონა რომ მე ვეხუმრებოდი. მათე მაინც დარწმუნებული ჩანს, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ დეივიდი ამას ამბობს. უბრალოდ მაფიქრებებს რომ ვიღაცა ჩემზე შურის ძიება უნდა. ეს ადასტურებს, რომ დეივიდს ნამდვილად აქვს რაღაც საშინელება ჩადენილი, რის გამოც წლების შემდეგაც კი დამნაშავედ გრძნობს თავს, მაგრამ რა არის ეს? იმედია, შენც არ დაგიწყებენ დევნას. ჩემი თვალით არ ვნახავ, არ დავიჯერებ. უბრალოდ მინდა რომ ეს ყველაფერი შეწყდეს. ვიდეო მთავრდება და უნდა დამეთანხმოთ, რომ ეს აქამდე ნანახთან ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეოა. ამას მოგვიანებით დიდი აზრი მიეცემა. ვიდეოს ტრანსკრიფტში ბანერული კოდი ჩანს და წერია. ვერ გაიქცევი, მაგრამ აი აქედან ხდება საიდუმლო უფრო საინტერესო. დროა მეექვსე ვიდეოსთვის ჰერობრაინის ძიებაში. იწყება დეივიდი და მაიკი სხვა სამყაროში. ისინი ერთმანეთს ესალმებიან და მერე მათზე იწყებენ ლაპარაკს. გავიგე მათესთან ერთად თამაშობდიო. ვიდეო ჭედავს და სხვა კადრზე გადადის. დეივიდი ჩაცხნით და ჩვენ ხედავთ საუბარს, რომელიც არ ჩაწერილა. მას შემდეგ რაც ბოლოს ვითამაშეთ, უცნაურად იქცევი. რაღაცეები ვნახე. დეივიდი მაიკს თხოვს დაივიწყოს ეს და მასთან ერთად ჰერობრაინი ეძებოს. საკმაოდ უცნაურია, მაგრამ ამ მესიჯმა შემაშფოთა. ვინ იყო ის, ვინც ძალიან მძიმე დააშავდა. აგრძელებენ საუბარს თავიანთ წინა სამყაროზე და იმაზე თუ როგორ დაკარგეს მთელი პროგრესის სამყაროს ფაილების კორუფციის გამო. დაახლოებით 30 წამის შემდეგ დეივიდი თითქოს იკარგება. აი აქ ხდება ყველაფერი დამაბნეველი. ჰეი ძმაო, სად ხარ? შენს წინ. ის მესიჯი საკმაოდ უცნაურია. ის ამბობს, რომ დეივიდის წინა მიუხედავად იმისა, რომ აშკარად არ არის და ჩვენ მას ვერც კი ვხედავთ. ვიდეო ისევ ჭედავს და კადრი გადადის. ყველაფერი ისევ ნორმალურადაა, მაიკის კარგადაა. თითქოს დაახლოებით წუთნახევარი არაფერი ხდება, მაგრამ ბორცვის თავზე ისინი გათხრილ ჯვარს აწყდებიან და რამდენიმე წამის შემდეგ ვიდეოც მთავრდება. მაიკს მაინც აშკარად რაღაც ჭირს, ასე რომ შემდეგ ეპიზოდზე უნდა გადავიდეს. ეს ვიდეო იმავე სამყაროში იწყება და ნათელია რომ წინა ვიდეოს გაგრძელება. დეივიდი მარტო არ რადგან მაიკს წესვლა მოუწია, მაგრამ მას მაინც უნდა ჰერობრაინის პოვნა. ის ცოტა წინ მიდის და მიწაზე თითქმის დასრულებულ ჯვარს ხედავს. მაგრამ მერე ამ საშინელ კადრს ვხედავთ. ვიღაცან რაღაც ბლოკს ეხავს, რომ ჯვარი დაასრულოს. დეივიდი შეშინებულია და უკან იხევს. ვიდეო კი წყდება, ვხედავთ ორ დამაბნეველ აბრას. ის ვისაც ეძებ ერთ-ერთი მათგანია, ისევე როგორც ის, ვინც შემოიტყუე.
ესაბრები უცნაურია ის, ვისაც დეივიდი ეძებს ჰერობრაინია და აქ გარკვეულად წერია, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ ვინ არის ის, ვინც დეივიდმა შემოიტყუა? რა ხდება? გასაგებად ყურება უნდა გავაგრძელოთ. დეივიდი კითხავს უსვამს არსებას, თუ რა უნდა მისგან, მაგრამ მოულოდნელად არასაიდან ქვიშა იწყებს ცვენას. ის გარბის, თუმცა ვიდეო ისევ წყდება. მოკლედ ხალხო, ჰერობრაინის ნადირობა კარგად არ მიდის. უბრალოდ ნეტავ მაიკიც აქ იყოს. იტრიალდება და კიდევ ერთ აბრას ხედავს. გონია მას შემთხვევით დაეჯახნენ? დეივიდი შოკშია. ნუ მეუბნები, რომ ჩემი ბრალია მისი დაჯახება. რა დაგიშოვეთ საერთოდ? ნეტავ იმას ჯეროდეს ჩემი. დეივიდი ისევ ნელად ტრიალდება და სხვა აბრას ხედავს. ენიცი რაც გააკეთე, დეივიდ. არ ვიცი რაზე ლაპარაკობთ. დეივიდი ნელა იწყებს მიმოხედვას და ის ასევე ხედავს რედსტოუნის ჩირაღდნებს და მერე ამას ამბობს. კარგი, ბოდიში. საინტერესოა, დეივიდი აღერებს და ამბობს, რომ ბოდიში ხდის, თუმცა ვიდეო ამით არ მთავრდება. დეივიდი ბრუნდება ჯვართან და კიდევ ორ აბრას ხედავს. ჩვენ არ ვართ. თქვენ რა არ ხართ? ვიდეო საბოლოოდ წყდება და ჩვენ უფრო მეტი კითხვა გვრჩება, ვიდრე პასუხი. ვის დაეჯახნენ და რა ნიშნავს ეს? ერთადერთი ახსნა, რაც თავში მომდის, არის ის, რომ მათესანა ამ არსების გამო დაემართა რაღაც, მაგრამ ზუსტად რა მოხდა? ეს ვიდეო ასევე გვაძლევს პაზლს ერთ მნიშვნელოვან ნაწილს. დეივიდმა რაღაც საშინელება ჩაიდინა. მომდევნო ვიდეო იმავე სამყაროში იწყება და ნისლში მაშინ ვამცემთ სხვას. დეივიდი თვალს მოჰკრავს ამ მოთამაშეს და მისკენ მიდის. როგორც კი ადგილას აღწევს, ხედავს აბრას წარწერებით. არასოდეს. მაგრამ მერე ამ კადრს ვხედავთ. ვიღაც ბლოკებს ტეხავს და ვიდეო წყდება. ის რამდენიმე წამში მთავრდება და ვფიქრობ დროა ერთი კითხვა დაგისვათ. თუ ჩემი კონტენტი მოგდათ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას. მთლიანი ისტორიის საბოლოოდ გასაგებად მომდევნო ორ ვიდეოს უნდა ვუყუროთ. ასე რომ მოემზადეთ, რადგან საქმე უკიდურესად ბნელდება. მე-9 ეპიზოდი იმავე სამყაროში იწყება, თუმცა ამჯერად მაიკს პერსპექტივიდან. მოკლედ ხალხო, რაღაც უცნაური ხდება. დეივიდმა გუშინ დამტოვა, მაგრამ თქვა რომ დამელოდებოდა. უბრალოდ ვერ გამიგია რა სჭირს მას. აშკარად რაღაცას მალავს. ეს დღესავით ნათელია, ის სულ თემას ცulis, როცა რაღაც უცნაური ხდება. მაიკმა აშკარად იცის რომ დეივიდი რაღაცას მალავს, მაგრამ 10 წამის შემდეგ დეივიდი თამაში შემოდის. როგორც იქნა აქ ხარ? რა მოხდა წუხელ? რაღაც ძალიან უცნაური. კი ამბობს, რომ შეშინებული იყო წუხანდელი ღამის გამო, მაგრამ ძნელია მივხვდე რაზე ლაპარაკობენ. მაიკი ხომ წინა ვიდეოში იქ არ იყო, ასე რომელ ღამეზე საუბრობენ? ძმაო, უნდა მითხრა რა ჯანდაბა ხდება. ჩატი თავისით იწმინდება. მაინც არ დამეჯერებ რომ გითხრა. რაღაც არის ამ სამყაროში. ვიცი, ეგ უკვე მითხარი. დეივიდი ახსენებს, რომ რაღაც უცნაური ყოველთვის მაშინ ხდება, როცა მაიკი თამაში არ არის, მაგრამ მერე სწრაფად უცდილობს თემის შესვლას, ზუსტად ისე როგორც მაიკმა აღნიშნა. მაიკი იწყებს მის გაფრთხილებას. უცნაურობების შემდეგ სანამ კონტაქტს გაგაწყვეტი, ყველაფერი არეულია. გულისხმობ, მათი ამ დილით გარდაიცვალა. ჩვენი ვარაუდი მართლაც სწორი აღმოჩნდა. მათე გარდაიცვალა. საუბარი გრძელდება. გავიგე მანქანა დაეჯახაო. დიახ, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. შენ რაღაცას მალავ, დეივიდ. მაგალითად რას? მაიკი აჭერს წაბს და ჩვენ ვხედავთ სერვერის სიას და მართლაც ისინი მარტო არ არიან. სერვერზე კიდევ ერთი მოთამაშეა. ვინ არის ჯეიკი? ის სერვერზეა. ღმერთო, ის აქ არის. მაიკი მაშინვე პანიკაში ვარდება და ამბობს, რომ ხუმრობის ხასიათზე არ არის. ის ასევე სთხოვს დეივიდს მარტო კონტექსტი მიცეს ამ ყველაფერს და ვიდეოც აქ მთავრდება. ბევრი რამაა განსახილველი, მაგრამ მომდევნო ვიდეოს უნდა ვუყუროთ. დროა ვიდეოსთვის, გადარჩი. დეივიდი და მაიკი ბედროკს ყუთში ჩანან, რომელიც სავსეა რედსტოუნის ჩირაღდნებით. მაო, ისევ ჩატი. მას შენც უნდი ხარ. არსება ეს ჩემზე შურიძიების გამო ხდება. მაიკი მიდის აბრასთან, სადაც წერია. შენ ამას ვერასდროს გაიგებ, მაიკი. მაიკი მოთმინებას კარგავს და დეივიდს ეკითხება, რას მალავს, მაგრამ დეივიდი განმარტავს, რომ თუ სიმართლეს გაამჟღავნებს, არსება მაიკსაც ამოიღებს მიზანში. ხობ რომ ისინი უმიზეზო გდევნიან, ამბობს მაიკი. დეივიდ ბოლოს და ბოლოს თქვი, რასაც ამბობ. რომ მიცოდე მიზეზი და ის რაც ჩავიდნენ ჩემთან და ლაპარაკებაც კი აღარ მოგინდება. ეს მართლა საშინელება იყო. ძალიან ბრაზდება და იწყებს ყვირილს იმაზე, რომ ასეთ რამეებს ვერ დაუმალავს და მერე რაღაც ცუდი ხდება. ისინი წაგიყვანენ, დახმარება არ მთხოვო. მე რატომ უნდა წამიყვანონ, თუ შენ ხარ ის, ვისაც მისდევენ? გითხარი, ჩემზე შურიძება უნდათ მეთქი. ვის ძიება? რის გამო? დეივიდი თამაშტოებს და ამბობს, რომ მორჩა ამ ყველაფერს და თითქოს ყველაფერი ინგრევა. იტრიალდება და ეკრანსაც უცნაური ეფექტი ედება, მაგრამ გლიჩების მიღმა ჩვენ ხედავთ ჯეიქს, იდუმალ არსებას, პირდაპირ მის წინ. ვინ ხარ? ცოტა ვიპატარა მაიკი. ვინგან მანდა მაინც კარგი მარიონეტი ვერ გამოვა. კი სიმშვიდის ინარჩუნებს და არსებას კითხვას უსვამს. მომაკეთებ ამას, რა დააშავა მან?
და ბოლოს ჩვენ ვღებულობთ ინფორმაციის უდიდეს საგანძურს. ლელო მაიკი, იმიტომ რომ დეივიდმა მომკლა. ცხადია, დაბნეული მაიკი ეკითხება თუ მოკლული ხარ აქ როგორ ღახარო. მე უბრალოდ მოჩვენება ვარ, რომელიც შურის ძიებას ცდილობს. ეკითხება სანამ დეივიდი გერმანიაში იყო, მაშინ მოკლა თუ არა და ჯეიკი პასუხობს რომ დიახ. ამ საუბარში კიდევ ბევრი რამ იმაზე თუ რატომ მოკლა დეივიდმა ჯეიკი, მაგრამ ეს შეიძლება საკმაოდ მგრძნობიარე თემა იყოს, ამიტომ ვიდეოს ლინკი ქვემოთ აღწერაში დავტოვე. ვიდეო მთავრდება იმით, რომ მაიკი ნადგურდება, მისი ბოლო სიტყვები კი იყო ჯოჯოხეთში დაიწვი დეივიდი. ვიდი მკვლელია და აი ამას მალავ დაისწინა 5 ვიდეოში. მაიკის პერსპექტივა კი როგორც მარიონეტისი გამოიყენება თვითონ ზოგიერთი დეტალი მასზე დრო და დრო იცვლება. ბოლო ვიდეო ყველაზე საინტერესო ამ 5-დან და აი აქ იგებს დეივიდი ახალ ამბავს. შენ მაიკი არ ხარ. დიახ, მე ვარ მეგობარო. შენ არ ხარ დედა ჩემო მკითხა ვისთან ერთად თამაშობა უთხარი შენთან ერთად მეთქი და მან მითხრა რომ მაიკი 2 კვირის წინ გარდაიცვალა. როგორც ჩანს არცებამ საბოლოოდ მიაღწია შურის ძიებას. ძალიან ბნელი გზით მაიკი და მათე ორივე ამარცხების მსხვერპლი გახდნენ უბრალოდ დეივიდის ბება მეგობრობის გამო. და აი განისხმენ მშვიდობით და მაიკლის ბოლო სიტყვები გამართლა. მადლობა ყურადღებისთვის. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და გისურვებთ კარგ დღეს.